აქ არ იმყოფება, მაგრამ აქტიური მონაწილეობა მე სურა, ეხა სიუჟეტი უკვე მოამზადეს, მოდი ვნახოთ. მოყოლის ნანახი ჯობია, ნათქვამია. სიუჟეტი თუ შეიძლება. მე წარმოგიდგენთ პერფორმენს ავანვარდის სიმბოლო. ასე ქვია პერფორმენს, მაგრამ ჯერჯერობით წავიკითხავ ერთ ლექსს. რომელსაც უძვნით ჩემ ძვირფას საზოგადოებას. ამ ლექსს ქვია ოდა თავისუფლებას. მზეო ამ სიზმრის, მზეო არა თავისუფლების. არ ყოფნის მზეო, ზავის მზეო, მზეო ყირმიზო. ასწიე თაჯი ცხელკეფაზე სულფა არ ყოფნის, რომ კერძე კვართი მოვიზომო და გავიზმორო. რევოლუცია შეგასწავლის სისხლის გარეშე, თოფის სასხლეზე არ გამოკრა თითი იუნკერო. მწრფელი, როცა ცხელენას ამოусმევ ჩამქრალ ბადურებს, რევოლუცია მახინჯია სისხლის გარეშე, თითქოს ვიღაცა ყაბების ქვეშ ხელს აფატურებს. ეს აბოხება მოიწაფე ლოცვის გარეშე, ასწავლე ფრენა გადაღებილ წიწლად ბეღურებს. მე ყველაფერი ჩავიდინე, ხელი გამიშვი. ელს თუ შემიშლი ვიოცნებ ახალ ოცნებზე, მეფეს რომ წურდა, არ შობილა ისეთი მთვარე. ზეარანადებს სხვისი მზერით ჟინით გამთბარი, გადეკი განზე, ნუაწვების შიგნიდან კარებს, გადეკი განზე, რომ გადავჭრალიან დაგები. მზეო, ამ სიზმრის მზეო არა თავისუფლების არ ყოფნის მზეო, ზავის მზეო, მზეო ყირმიზო. ასწიე თაჯი ცხელკეფაზე, სივრცე არ ყოფნის, რომ კერძე კვართი მოვიზომო და გავიზმორო. თქვენთან მოსასვლელად ბილიკად ვეძებ ქეთ მოუხრელი მებრძოლი ვერძი. ისეთი გზნებით დავანდებ ხანძარს, რომ ძველი მარცხივ აქციო ვერცხლად, ემთხვიეთ სამდე დაჭემულ ანძას, იგრძენი მისი ძაბვა და ცეცხლი. ჩემ თაობაში მე ვარ პოეტი, ვინც გაარღვია ეპოქის პულსი მე ყავერდოვანს ხვდიდი ნოემბერს, დავიწყებ ისევ ქათქათა ხურცლით. ფიცხელ ბრძოლაში გიწევ ლუციუსს, ყვალს შემოდგომა მოგვალის ცხელი, სცენიდან გადის რევოლუცია, გაყვება ყვალში ვარდების წვერის. და მინდა რომ გამთავისუფლდეთ ამ სუნისგან და გავანიავოთ რა ეს ყველაფერი, იმიტომ რომ ეს ეიფორია ვარდების სუნის მე პირადად შემაწუხა თქვენი ამის. ნაზარ ცოტა რო არ ეტკინოს. ზურას პოეზია არის თავად მიზეზი იმისი, რასაც ეს კაცი საერთოდ ცხოვრებაში აკეთებს. ანუ ის განიცდის სამყაროს ისე როგორც ესმის და ამას გამოხატავს ისე როგორც შეუძლია. ხო ეს ბუნებრივია და მეგონი აკეთებს ამას ბრწყინვალედ, იმიტომ რომ სულით ხორცამდე არის პოეტი. და მისთვის რევოლუცია არ არის მხოლოდ თემატური განაზრება, მისთვის რევოლუცია არის ის ბუნებრივი შემადგენელი ნაწილი ცხოვრების, რომელშიც ყოველდღიურობა არის თავისი მანკიერებითა თუ სიკეთეებით ჩაფლული. ამიტომ ზურას პოეზიაში ჩვენ ვხედავთ
სწორედ იმ თავარ წამს, რაც გვაგზავნებს, რომ იგია ვენახი და არა შენ. უნიჭიერი ადამიანის გაკეთებული პერფორმანსი, რა თქმა უნდა, საინტერესოა. და ამ წიგნსაც სიამოვნებით წავიკითხავ და ვფიქრობ, პოეზიის მოყვარულთათვის კარგი საჩუქარი. ძალიან მომეწონა, იმიტომ რომ ზუსტად მაგას ველოდებოდი, რაც გააკეთა. რაც შეეხება იმას მომწონს თუ არა, მომწონს ალბათ თავისთავად, იმიტომაც ჩემი გაფორმებულია წიგნი, მე გავაფორმე, მაგიტომ გავაფორმე, რომ მომწონს და ძალიან მიყვარს, როცა ცოცხალი ადამიანები არსებობენ ქვეყანაში. ერთ-ერთი ესა. ჩვენ დავბრუნდით ეთერში. ცოცხალი ადამიანი.